ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმრები არიან სიყვარული, სიკეთე და სილამაზე ორი ჯუჯა, ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ ყვაშალი. არის საშუალება ცოტა ფართოდ დასწრეთ. გადაზიგით. ეს არის ჩემი ისა რა ქვია, ექსკურსავოდი თუ რა ქვია მაგას. გიდი. არა, მე ვარ სექსკურსავოდი. ჯერ არ შემოსულა, უკვე დაიწყეს. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ჩემი სტუმრები ხარ და ეს აპლოდისმენტებიც კიდევ ერთი დადასტურება იმ პატივისცემის და სიყვარულისა, რომელსაც თქვენ იმსახურებთ და მართალი გითხრათ, აი ბავშვობიდან მართლა თქვენ სიმღერებზე ვიზრდებოდი. კი, და თქვენ სიმღერებზე დაბერდა. ესე ჯუჯების გაფართოება თუ ესე იგი ძალიან ბებერები ხარ თუ რამას ნიშნავს? არა. თვითონ ბებერი უვოდა. არ არის ბებერი. ეს რო იზახის რომ შენ სიმღერებზე ვიზრდებოდი, შეიძლება იმ დღეს მოვიდა ჩემთან 88 წლის გასა. შენ სიმღერებზე ვიზრდებოდი და არა, ისე რომ სხვანაირად გაიზარდა. კი, ეგეც მართალია და არის ისეთ ფაქტიურად ეგრეა და ისე თუ ჯუჯებმა გაფართოება გადაწყვიტეთ, ერთი აჭარელი ბიჭი მყავს გასაფართოებლად თქვენგან სამში. ბატონო. ისე 50 წელზე მეტი ოჯახის წევრები ვერ ჩერდებიან ხოლმე ერთად და თქვენ ერთად როგორ გაძელით ამდენი ხანი და როგორ მოყვებით ერთმანეთს? მაგრამ ივერიაში თუ ჯუჯები არა, ივერიიდან დაწყებული ჯერ. ხო, 50 წელი ხომ არის? ივერია შესრულდა 55 წლის. ეს რომ მოვიდა ივერიაში 12 წლის. არა, 12 წლის ვიზახის. ამისგან ახლა ყველაფერი მოსალოდნელია, იმიტომ რომ ყველაფერი დაიჯერება ბატონ ვახტანგს. ხო, 40 ხა ჩვენი დღეს ჩვენი 40-ია, ესა 40 წლის თავია. ეს როგორ ჯუჯების, ხო? ჯუჯების, ხო, 40 წელია, ჩემი ის არის პარტნიორია, ჩემი მეორე ნახევარი, ასე ვთქვათ. ისე რაღაცა წონი თუ არ მეორე ნახევარი, მაგრამ გასაგებია, ნუ ჩაუღმავდებით ამ საკითხებს ბატონო ვახტანგ. ისე ივერიაში ჰქონდათ გაკეთებული და ეს რწყილი და ჭიანჭველა მე მგონი თქვენზეა შექმნილი ფაქტიურად ეს ლეგენდა, იმიტომ რომ დაძმობილდით, გაუდექით გზას და უკვე 55 წელია ერთად მოდიხარ. ფაქტიურად ხო ასეა? პრინციპში ესეა, მაგრამ რწყილი და ჭიანჭველაში რწყილი ხო წყლენ ხმაში და ეს იყო თქვენ მალევე ამოიყვანეთ გურული რწყილი იყო სწრაფი და ჭიანჭველა დაჭირდა ამოყვანა. ამის გარდა ვინ იქნებოდა ბუ? რწყილი და ჭიანჭველაში ბურა შუაშია. ბუ იყავი იმაში კაცო რა მეორე იმაში. ბუ იმდოვიყავდა დიდი თავი მაგრამ რა ერქვა კაცო მე მეორე სპექტაკლი. რა ერქვა და ისა რწყილი და ჭიანჭველას ქორწილი. რა დღეში არიან ხო ხედავთ. რა მაინტერესებს ახლა 40 წელი უკვე დუეტად ჩამოყალიბდით ჯუჯებად. რა მაინტერესებს, აი რა არის თქვენი საზრით თქვენი წარმატების ამდენ წლიანი საიდუმლო? ჩვენ ამ საიდუმლოს ღერი ვართ. ჩვენი საიდუმლო არის სიყვარული, სიკეთე, სილამაზე, მაგრამ ეგ სამია და ეხლა კიდე სამი გვჭირდება. კი ბატონო, დავამატოთ. ადრე ხო იყო ღვინო დუდუკი ქალები, ქალები ამოვიწყოთ. თავის თამოირიცხა. მაგრამ მე ახლა ღერი ვარ. ახალგაზრდა მაკაცებში ვესწრები ახალგაზრდად, როცა მიდიან ქალებში, მე ვიყვები კონსულტანტად და არ გაერთონ ერთმანეთში ქალებს თუ დააგვიანდათ და მე არ მეხება ეგ, მე ახალგაზრდა არა ვარ. კი არა, ეს ეხება ქალებს რო არ დააგვიანონ. ეს ქალებს ეხება, მე დამიდამ. კი ბატონო და ანუ ესე იგი დავამატეთ სიყვარული, სიკეთე, სილამაზე, იმ ეპოქაში, რომელშიც თქვენ დაიწყეთ მოღვაწეობა, მართლა ეს სამი რამეც საკმარისი იყო და ფაქტიურად ეხლა ამ ეპოქაში ემატება, ხო? რაღაცე ბევრი რამე დაემატა. ჩამოთვალოთ, მოდი აბა რა დაემატა. ბევრი რამე დაემატა, მაგალითად დაემატა წლევა, კოქსართროზი, სკლეროზი. აი ეს იძახის ხოლმე სკლეროზი, აბა თქვი? სკლეროზი კაია.
ყოველ წუთს იგებ ახალ ამბავს. და გიხარია. ო ისე თანამედროვე ვალი თუ გაგვინვესია არ მახსოვს და მორჩა. აუ ასწავლეთ ახლა ამიკოს მეტი არაფერი უნდა კიდე. ამან ბანკებს მაგას ვერ ეტყვი. ხო, ბანკებს ვერ არა, ამიკო მაგასაც ახერხებს მე მგონი და ისე აი ჩვენეული ვერსიით როგორ იქნება ახლა ინტერნეტი, ტელეფონი და სილამაზე არა გოგოებო? მე თანხმები ან პირდაპირ თავარია სამი ინტერნეტი, ტელეფონი და Facebook-ი, ხო ალბათ? ხო, ეგეც არის პრინციპში, გადის იმაში, გადის. მე ვიცი, მიყვარს. ესე იგი, იბერიის რომ ყველა სპექტაკლში გაქვთ მონაწილეობა მიღებული, ეს რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილია და ასეთ ხო, აი ეს კი დაგავიწყდა. გამოჩეშე დამავიწყდა, ვინმე რეკავს შენი თავარია სამი რა მე დედამიწა როგორია ინტერნეტი, ტელეფონი. ეხლა ბოდიში ხტოს ეს. ეხლა ბოდიში. ადრო იყო ტელეფონს ასე ატრიალებს. აუ, რა კარგი იყო მართლა. ეს თავიდან ესეთი იყო. მე ესეთი იყო. არა, მაგრამ ამოვსვარა. თავარი ის იყო რომ ვერცაც ვერ მიგაგნებდა, ვერც სოლი და ვერც ავერა. ვა, კიდე რეკავს, გადავირიე, ვერ ჩავ. გასწავლით ეს საუბედურებაა. ეს აქედან რა ისწავლეთ რა შეიძლება შორს. ნასა. ალო, პოსტივია. არა უშავს არ გვეჩქარებათ. ორი დღით ყვა კნაკინავები. ორი დღით ყვა, კაი. კი ბატონო, იმას მოგახსენებდით სანამ ტელეფონის ზარი შემოვიდოდა რომ აი ამ შესანიშნავ სპექტაკლებში, რომლებზეც მართლა გავიზარდეთ ყველა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ივერიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ სასწაულ შემოქმედებაში და ივერის შესანიშნავ სპექტაკლებში, ქონდათ აი ესეთი ძალიან მაგარი ნომერი შეჯიბრი რაღაც სიტყვებზე, რაღაც მოვლენებზე. ბევრი ქონდა. ჩიტებზე იყო. თავიდან იყო ჭიქთვაკორტლის ჩიტებზე, მერე იყო ღვინოზე, როდის იყო ეს აგრძალო რო შემოვიდა. ანდროპოვის დრო. ანდროპოვის დრო, ღვინოზე იყო. ღვინოს მაგვილად რაღაც სხვა რაღაცებს ღეროდით. ფულზე იყო, ფულზე იყო. ქალებზე იყო. ქალები როდის აკრძალეს? იყო ეგ ჩვენას აქ. მე შემატყვის რაღაცა და ალბათ იმიტომ მაგდალე. კი ბატონო, და რაღაცნაირად რომ გავიხსენოთ ეს კონკურსი და რომ ვიმღეროთ მაგალითად თვეებზე. წელიწადის თვეებზე. თვეებზე? კი ბატონო. თვეებზე, სექტემბერი, ოქტომბერი, არა, იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, 12 თვეა და 12 სიმღერა უნდა ვიმღეროთ? არა, შეიძლება ერთი სიმღერა იყოს და ესეთი წონარი. მარტო ერთ თვეზე შეიძლება? დაიწყებ შენ? 4 ჯერ ვიმღერო მაგალითად. ეგ რომელია? მარტი, მარტი. ფაქტიურად შეგიძლიათ 4 წრე გამოტოვოთ, ხო? აბარა. 4 ითვლება ფაქტ 4 ჯერ არის. მე შემილია სამე კვარტალი. გაზაფხული, აპრილი, მაისი და მარტი. სამხულიანი. არა, რა მინდოდა, ჯერ თამაში არ დამიწყია, უკვე ვაგებ ფაქტიურად, ხო? აბა მიდი. მე. დეკემბერი, ვაი, უკვე ვეღარ ვსვენი. ნუ ვერ დაგეციეთ, მაგრამ ორქულიანი მაინც არის სადღაც ესე, ხო? კი ბატონო. აბა, ჩაერთვებით თქვენ თამაში თუ აი, როგორ გავუხარდათ, მიდით ბავშვებო. აბა თვე. დეკემბერი დადგაო და ცამიცვალა ფერი. ე ბატონო, ერთი ქულა. მარტო ვარ დაგელი. გადასარევია, ამიკო. შენ უკარ ნახე თუ თვითონ თქვენ ბავშვები. კიდე, მაგრამ აი ის სიმღერა რა ქვია. მენატრება ივნისი, მენატრება თბილისი. ისე ივლისი არის მანდ, მაგრამ არა. მე ივნისი მენატრება და მაგელა თქვა. კაი, კიდე რა. კიდევ არის არაჩვეულებრივ ჯანსულ კახიძის სიმღერა. აბა. მოვა მაისი, მოვა შენი. მოდი რაღაცა მოვიდნენ განწყობაზე. განაცვალეთ, კაი მოგუები. რაღაცა გაგახსენდა მე მგონი. კი. აბა გისმენ? სექტემბერში თუ ჩემს ხარას ჩაგივლია. ოქტომბერში რომელიმე თვე მაინც სწორად მე სექტემბერში ჩამიარა და რა გავაკეთე და რა გავიგე. ასე იმას ყველაფერში ნოემბერში ჩამივლის და ყველათვის. ჩაგივლის. დაღამებულ ხარჩემო აპრილო. ასულ ხარჩემო ხიდო. ლაბის, ურამიშოვა.
შენ ჯერია, მე გაიხსენე. მარტის თვეო, მარტის თვე. არა, ეს სხვა სიმღერაა. არ ჩაგეთვალა. წააგო. მარტის თვეა შენი, კი, ბატონო. შენს ხასიათს შვენი. აპრილის სულა დაჭრალებს ფერები. რა კარგია, ვით მოხედავთ. მაისის ბულბულ გადასარევია, ლიზიკო. გიორგობის თვე. ყოჩა ლიზი გადაცვალე. ძველი თვეებით შეიძლება. კაცო. გიორგობის თვე, ენგენი, მენგენი რა. ყველაფერი. აკიდრებია დამავიზდა. აპლისი. აღარ არის მე. კვირიკოვის თუ რაღაც ხო არის ამას. იანვარში ვის უნახავს გაზაფხული. კარგია. ოჩა ვინც უფრო მეტ სიმღერებს ის არის მოგებული თუ როგორ არის? მოგებული არა, გამარჯვებული. პირდაპირ. გამარჯვებული, აი აკა პრიზი არაფერი არ არის პრიზი. პრიზი იქნება ის სიმღერა, რომელსაც თქვენ შემოგთავაზებთ და გვაჩუქებთ აუცილებლად სტუდიაში და დაგვიბერდნენ ჯუჯებიო ნუ რა ვისნუ ეგონება ვიხავით და კლავას ვჩერით პატარების მეგობრება ბაჯ დავდივარ ჯუჯები ნაცნობი ზემის და ნაცნობი კუშების ბაჯ გარიდან გარამდე იხარეთ ბავშვებო უფალი კვარავდეთ ვინც მეგობრობს პატარებთან არასდროს არ დაბერდება ვინც ორ ჯუჯას დაუჯერებს ყველა ნატრა უხდება ბაჯ დავდივარ ჯუჯები ნაცნობი გზები და ნაცნობი კუჩების ბაჯ გარიდან კარამდე იხარეთ ბავშვებო უფალი კვარავდეთ ჩვენი სტუმრები იყვნენ ყველასათვის უსაყვარლესი ორი ჯუჯა, რუხარ პაჩალი და ვახტანგელი.